თვალსაზრისით ნურაფეთს გამიხილავთ, იმიტომ რომ ერთი წერტილიდან, ერთი ადგილიდან თუ ჩამოვაცილეთ ერთი წამით იმ პროექტებს, ეკონომიკურ პროექტებს, უგნებელ სამხედრო პროექტებს, პოლიტიკური, გეოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენ დღეს ვერაფერს ვერ განვსაზღვრებთ გეოგრაფიული, მაგრამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ შეიძლება ზუსტად მივიდეთ დასკვნამდე თუ რა მდგომარეობაში და რა სტატუსის მქონე უნდა იყოს ქვეყანა. და ბოლოს თუ შეიძლება მარტივი შეკითხვა ისმის კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ამას ვერ გავალთ ჩვენ ამ ჩარჩოს გარეთ. დამოუკიდებლობის ხაზი სად გადის? ჩვენ ნატოს წინააღმდეგები კი არ გახლავართ, ბატონო, ჩვენ ვართ ნებისმიერი ბლოკში გაერთიანების წინააღმდეგი. იმიტომ რომ ასეთ ბლოკში გაერთიანების უფრო მეტიც შეიძლება გითხრათ ესე იგი ფოტოშოპის საბჭოთა კავშირის პირობებში ამ რუსეთისგან საერთოდ ანალოგიური და რუსეთთან ანალოგიური დამოკიდებულება ჩვენ რა თქმა უნდა საშინელ მდგომარეობამდე მიგვიყვანს. უკვე ვართ, მაგრამ კიდევ ვარ ეს მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. საბჭოთა კავშირის პირობებში, საბჭოთა კავშირზე ვარესი არისო დღევანდელი რუსეთია, შესაძლებელი არ ვიცი საკამათო საკითხია, მაგრამ საბჭოთა კავშირის პირობებში კი, საბჭოთა კავშირის ინიციატივით, სხვათა შორის, მემორანდუმი, მოსკოვის მემორანდუმი ერქვა, ამას თუ არ მეშლება მე, გაქვა უნდა ავსტრიის ნეიტრალიტეტი. ერთი გარანტორი გახდა საბჭოთა კავშირი. კიდევ უფრო მეტი, უფრო ამერიკა, უფრო მეტი. ფინეთისკენ არ მივდივარ, ფინეთისკენაც არ მივდივარ, მივდივარ შვეიცარიის მაგალითად, მივდივარ შვეიცარიის მაგალითად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი ქვეყანა, მაგრამ გამით უმეტეს ქვეყანა, რომელიც გეოპოლიტიკურად, უკვე გეოგრაფიულადაც ვთქვათ ამ შემთხვევაში, ეკონომიკური, პოლიტიკური ეკონომიკის თვალსაზრისით კარგი, თუ გნებავთ, არის ამ მდგომარეობაში მხოლოდ და მხოლოდ მისი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრელი უნდა იყოს, მე არ ვიცახი ერთადერთი თქო, მაგრამ მთავარი განსაზღვრელი უნდა იყოს ეკონომიკური, საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა და მისი მიზანშეწონილობა. ასეთ შემთხვევაში, რა მიზანშეწონილობასაც დაგვანახეთ ჩვენ საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა, ასე ვთქვათ, აქედან ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვიპოვოთ კომპასი ჩვენთვის ეს უნდა იყოს. აი ეს კომპასი დავკარგეთ ჩვენ, შევაჩეჩეთ რაღაცა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს, ვითომ გვიჭირავს ევროპული, ამერიკული ორიენტირის მაჩვენებელი რაღაც კომპასი და სინამდვილეში ეს არის სიყალდე, ეს არის ტყუილი. მაგრამ სიყალდე მაგრამ ხო უკაცრავად რა ეს ხარდა, ეს ეგნერი გაწიკარ ის და ხახტაზე ეგნე თუ გახსოვთ და გორისკეხე გაწო. კოკოროზნა რესპუბლიკას ვეძახნა რუსეთს. აი შევიდებით მან შევიდეთ სტატგვარდიელების და ბოლშევიკების და ბატონო შეიძლება ობამამ თქვენ ბრძანეთ ამერიკის ფაქტურად პრეზიდენტმა თქვენ ბრძანეთ რომ თუ არ ვწევინეთ თუ არ მღალატოს ესწერა მან შემოგვითავა რომ გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენო საერთოდ ზოგადად პოლიტიკაში ცნობილია უპრინციპო ერებს ქვეყნებს სახელმწიფოებს ეძახიან ისეთ ერებს და ისეთ სახელმწიფოებს და ზოგადად ისეთ ადამიანებსაც ვინც ჯერ ეკითხება დიდ სახელმწიფოს როგორ მოვიქცე რაც მირჩევდი ჯერ შენ მიიღე გადაწყვეტილება დააფიქსირე თუ საისკენ ისწრაფი რა მდგომარეობაში გინდა იყო და ამის შემდეგ მიიღებ მე თქვენ გარკვევნეთ როგორც კი ჩვენ მოვითხოვ და ეს იყო გუშინდელი დღე ამას დაუბრუნდები თუ შეიძლება შვეიცარიის საელჩოსთან ჩვენ მემორანდუმის გამოცხადება იმ მემორანდუმის რომელმაც უნდა ასე ვთქვათ ჩვენი სურვილი დავაფიქსირეთ მემორანდუმი სხვა არაფერია თუ არა დასკმა და მოვიწვიეთ პარტიები ვთხოვეთ ყოველ შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენზე სამწუხაროდ არ მოგზავნეთ მაგრამ იქ იყო აღნიშნული ამ სტატუსის მინიჭება არის ეს ერთადერთი გამოსავალი მაგრამ იქვე ვამბობთ რომ ჩვენ გარანტორობა უნდა ეთხოვოთ გარანტორობა ამ ნაწილში უნდა ეთხოვოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთს ევროკავშირს და EU-ს და ასე შემდეგ ატარამა ეს საინტერესო მაგალითი, უპრეცედენტო მაგალითი ნეიტრალიტეტის ისტორიაში. ეს არის თურქმენეთის მაგალითი. როდესაც 91-12-ში მოიპოვა დამოუკიდებლობა თურქმენეთმა მომენტალურად 95 წელს შეუდგა და არ ყოფილა არსებობის მანძილზე შემთხვევა რომ გაეროს თავისი რეზოლუციით მიენიჭებინა და მის ფთებს ქვეშ ასე ვთქვათ ხოლოდა რომელიმე სახელმწიფო 195 სახელმწიფო დაუჭირა მათ ხარი არ გჭირ ჩვენ რატომ არ გვინდა გეტყვით რატომ არ გვინდა იმიტომ არ გვინდა რომ ჩვენ რევოლუციების მომხრე თუ ვართ იმიტომ რომ რევოლუციები უნდა დააფინანსოს ვიღაცა და აქ უნდა გამორჩენას უნდა რაღაც უნდა გამოკრახეს თუ ჩვენ ვართ ნატოს მომხრე იმიტომ რომ ნატომ უნდა გამოყოს ის თანხები არასამთავრობო სექტორზე რაღაც თავისუფლებებზე და ასე თუ გვინდა აქეთ იგივე ცელოდებით ანუ კიდევ ერთხელ არ ასეთმა უცადებმა უსწრაფესმა შემოჭრამ რომელსაც ჭირდებოდა გარკვეული წინაღობა და გააზრება ამ ტიპის კაპიტალიზმისა ჩვენს ქვეყანაში გააჩინა ზოგადად მადლობა ღმერთს ქვეყანას
ვამბობ პირობითად, თორემ მაინც იქნებ სახელმწიფო მეცხვე, იმიტომ რომ სახელმწიფო უნდა შეიცვალოს კაპიტალიზმის ისეთი ფორმა, სადაც მერკანტილიზმში გადაბარგდა ყველაფერი და მართლაც საშუალოდ მეერზე ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი საშუალოდ გადაგებული და მერკანტილური ამოცანებით მოქმედებს. ბატონო დავით, აღურებელი შემომაყვანილებ. ერთი ფრაზა და მეტი არაფერი ვერ მუშაობთ, ბატონო დავით, მართლაც და კი არ გეფერებით, რომ არა თქვენ ჩვენ არანაირი შანსი ამის ტელევიზიაში. იმიტომ რომ თუ რამის ამ ქვეყანაში ხუშე ყველამ გაშუქა თქვენი ეს მემორანდუმის რას ბრძანებს ჩვენი გაშუქდა ჯერ ერთ ორტანიანი გასწრება, მაგრამ ამასაც თავი რო დავანებ ყველაზე მეტად რისაც ეშინია დღეს მე ტელემაყურებლებსაც მივმართავ ჩემო ძვირფასებო რისაც ეშინიათ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აი ის საინტერესო ხაზი რომელიც გადის ნეიტრალიტეტის ხაზზე მათ შორის ბარიერი არ არსებობს ნეიტრალიტეტი გახლავთ დღეს სინონიმი საქართველოს რეალური და ფაქტური დამოუკიდებლობა. კი ბატონო, მოხ მაყურებელი შემოვიყვანოთ. გისმენ, დიახ, ეთერ შეხარ, გისმენ. ალო. დიახ. გამარჯობა. გისმენ. მე ვარ ბატონო სანამოს კი ბატონო. ეს გაზრდობაშა. თქვენ ლაპარაკობთ საქართველოსზე. მის ნეიტრალიტეტზე. ახლა მე მგონი ამ საკითხს გადაწყვეტა. ასე ისე მართებული იქნება. სამხრეთში რაც გულისხმობს ბატონო. სამხრეთ კავკასიის გარეშე. ამას ამბობთ. გუშინიო დაკავშირება ბატონო მახაცა. მაგრამ ვერ შევძელი. მე მინდა მერჩია ბატონო მახაცისთვის. რომ ეს საკითხი გარჩეული ყოფილიყო. სამხრეთ კავკასიის ალიანსი უნდა შექმნეს საჯაროდ. უბრალოდ ყოვლისა და შემდეგ უკვე ვილაპარაკოთ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე. მარტო სამხრეთ ესე იგი სასახად საქართველოს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი აი როგორც ფერალ ბადრუმა დავიცვადა არ გოდაშენებს არ სიუსეთი და არ სხვა ძირი კი ბატონო მაგრამ თქვენი შეკითხვა ამაშია შეიძლება თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტი მარტო არ გამოგვიოა შეკითხვა რა არის ჩემი არის შევა პრეზიდენტი აი უბრალოდ ყოვლისა ბატონ დავიწყდა ამასიდან სტუმარი ზურაბ ხონემიძე ზურაბ ხონემიძე მას აქვს ძალიან კარგი ნაშრომი გადაღეჭილია უკვე ეს ნაშრომი მის მიერ აი სამხრეთ კავკასიის აუცილებლად როგორც კი შეიძლება ამ პიროვნებას გამოეხმაურეთ და შეხვდით იმიტომ რომ ძლიერი დიპლომატია მეტად გარეშე მაგრამ კარგი ხალხია ვიცი ბატონ ზურაბ პრეზიდენტი შეუძლებელი. კარგი ბატონო, დიდი მადლობა. ზანებო მარტო საქართველოს არ გამოვანეიტრაცი, საერთო კავკასიის აპერა შექმნიდა, ნუ აქ არ მოდია. ბატონო გერმანიიდან კიდევ ერთხელ ესე იგი მოდით ჩვენ როდესაც კავკასიური პარლამენტი საერთოდ ცალკე თემა არის და საერთოდ კავკასიაში ლიდერობაზე, საერთოდ კავკასიის ერთიანობაზე როდესაც არის ლაპარაკი და საერთოდ ლიდერობაზე ცოტა უხერხულია საერთოდ ტელევიზიით ალბათ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ ვსურთ ასეთი რამ, ჩვენი ლიდერობა სწორედად იმაში უნდა გამომჟღავდეს, რომ იქნებ ვიღაცამ პათეტიკური აუთქვას, იქნებ ვიღაცამ რაღაც ამ ტიპის საუბარში ჩავმართოს ყველაფერი, მაგრამ პოლიტიკასაც აქვს თავისი რიტორიკული ნაწილი, არა რიტორიკის ზონეზე ვამბობ იმას, რომ თუ ჩვენ მშვიდობის მოყვარული ბუნება ჩვენი, ჰუმანური ბუნება ჩვენი და ის რასაც ჩვენ სიყვარულის იდეალებს ვეძახით თვითყობადობის მქონე და თვითყობადობისთვის მებრძოლი ერების სინამდვილეში ჩვენ აი ეს ამ პრინციპებით არ ვიმოქმედეთ ჩვენ როგორც ერი რა თქმა უნდა ამ პრინციპებზე ვდგავართ და ჩვენ გავუქრებით ეს ერთი მეორე არის სამართლიანობის პრინციპი და თავისუფლებისთვის ბრძოლის პრინციპი სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ემთხვევა იმას რასაც ჩვენ ნეიტრალიტეტი ქვია ის რომ რუსეთი არ მოგცემს ჯერ ერთი ჩვენ ყველა საერთოდ ვინც ნეიტრალიტეტს იტყვის არიან რა თქმა უნდა ოდიოზური ისეთი ფიგურები რომლებიც მართლა ფინანსდებიან რუსეთის მხრიდან და ამის გამოც გაუჟღერებიათ ეს ყველაფერი მაგრამ საბედნიეროდ თუ როგორც არის ჩვენ ვერ დაგვაბრალებენ ასე რაღაც ამაზე არ ვისაუბრებ და არც ვიდარდე დამაბრალებენ თუ არა და რატომ იმიტომ რომ ეს უკვე ათეული წელიწადი არის ალბათ არა ის